სიხარულიც ასეცია. ქალიშვილი გაგვიჩნდა და მზისა დაარქვის. თეატრალური სტუდია პეპილოტას პატარა მსახიობებმა და მათმა ხელმძღვანელმა თათული მგელაძემ როგორც ყოველთვის წელსაც საინტერესო და ზღაპრისთვის უცნაური წარმოდგენა. გერი და დედინაცვალი გვიჩვენეს. ოტია იოსელიანის ამ უცნაური ზღაპრით, რომელიც ხელნაწერით თავად ავტორმა გადასცა წლების წინ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს და მის ხელმძღვანელს მარინა თოფურიას, ბევრი რამ გვითხრეს პატარა თეატრალებმა. გვითხრეს ის, რომ კეთილი დედინაცვლებიც არსებობს ქვეყანაზე, რომელიც ბოროტი გერის გაკეთილშობილებას ცდილობს. ჩვენი წარმოდგენით საშიში და მატყუარა ტყის ბინადრები, მელია, მგელი, დათვი და დევი სულაც არ არიან საშიშები და მათ ადამიანებთან დიალოგი შეუძლიათ. შინაური ცხოველებიც უცნაურად კეთილ პერსონაჟებად წარმოგვიდგნენ. პრინცი და მამა დახვეწილ გონიერ რაინდებათ. საერთო ჯამში კი, როგორც ყველა ზღაპარში, სიკეთემ გაიმარჯვა. გერი და დედინაცვალი პეპილოტაში თათული მგელაძის მიერ უკვე მესამედ დაიდგა. წარმოდგენის მუსიკალური გაფორმება კი ცირა დოლიძეს ეკუთვნის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სპექტაკლი დავდგით. ძალიან მომეწონა ჩემი როლიც, ყველას როლი, საერთოდ მთლიანი სპექტაკლი მომეწონა. იმედია ხალხმა მოეწონა ეს ჩვენი სპექტაკლი და შენ თავად რა გვითხარი ამ სპექტაკლით? რომ გერს დედინაცვალს არ აქვს მნიშვნელობა, ყველას უნდა უყვარდეს ისეთი ადამიანი, როგორც არის. მე ვარ მზისას გერის როლის შემსრულებელი. რეპეტიციის დროს იყო ხარვეზები, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგი გამოვიდა. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია. სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა ძალიან ნერვიულობდი და შემდეგ ეს ნერვიულობა სპექტაკლის დროს გაქრა. და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი სტუდიით და მინდა რომ მადლობა გადავხადო თათული მასწავლებელს და ჩვენს მთლიან სტუდიის ბავშვებს. ცოტა რაღაც მაინც უნდა გადავიღოთ ჩვენს ცხოვრებაში და მოკლედ ძაღლების რაც შეეხება არ გადავაგდოთ ქუჩაში ძაღლები. თუ არ შეგვიძლია პატრონობა, მაშინ არ მოვიყვანოთ. ჩვენ რამოდენიმე წლის წინ, კერძოდ 2008 წელს სტუმრად ყავდა ქართველი მწერალი, ჩვენი საყვარელი ბატონი ოტია იოსელიანი და ნანახით და მოსწავლეები და აღთოვანებული დარჩა ის ჩვენი საქმიანობით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მუშაობით. გაეცნო ბავშვებს, როგორც თეატრალური სტუდიის საკვირაო სკოლა ერქვა და ძალიან ადლიერების ნიშნად ქალბატონ მარინას თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს თავის ხელნაწერი სცენარი დაუტოვა ამ სპექტაკლის. ეს მართლაც ზღაპრად, როგორც თვითონ ამბობდა, ეს იყო ზღაპრად გაუგონარი ამბავი. და სთხოვა, რომ დადგასო თქვენმა ბავშვებმა ეს სპექტაკლი დადგითო და პრემიერას მე დავოსწრებ. მართლა სპექტაკლი დაიდგა, ერთხელ დაიდგა 2012 წელს. გვინდოდა ჩამოგვიყვანა ბატონი ოტია, მოგვიწვია პრემიერაზე, მაგრამ სამწუხაროდ იყო ცოცხალი აღარ იყო. შემდეგ გავიმეორეთ 2017 წელს. ეხლა კიდე წამოვიდა აზრი, რომ მოდი ისევ გავიხსენოთ ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ მართლაც გაუგონარი ამბავი, აქ არის რაღაცა მე ასე ვიტყოდი, სიყვარულის ჰიმნი, მეგობრობის, ურთიერთობის, მართლაც ძალიან სიბრძნით გაჟღენთილი ზღაპარია. გაუგონარი, შეიძლება დღევანდელობაში მართლა გაუგონარი იყოს, მაგრამ ღმერთმა ინებოს რომ ეს დაინერგოს და ეს გაუგონარი აღარ იყოს და გადავიდეს სინამდვილეში.